აბაიშვილი. ეს არის ასევე, რა თქმა უნდა, ეპონიმური ტიპის გვარსახელი, საკუთარ სახელს აბას უკავშირდება წინაპრის სახელს. ბუდე ამ გვარის, როგორც ჩანს, არის რაჭაში და რაჭიდან არის გადასახლებული გვარის ცალკეული განშტოებანი. ქართლში, თქვათ, ბორჯომის ხეობაში, შიდა ქართლში, შიგნით კახეთში და სხვადასხვა მხარეს. არც თუ მრავალრიცხოვანი გვარია, მაგრამ საშუალო რიცხოვნობას აჭარბებს, სადაც 500 სულის ფარგლებში არის ეს გვარი საქართველოში. არის ასეთი საინტერესო ზეპირი გადმოცემა, რომ აბაიშვილთა გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი კახეთში მოხვედრილი სხვადასხვა მიზეზის გამო ალბათ დაუზუსტებელია რა მიზეზით მოხვდა შიგნით კახეთში. თელავის მხარის სოფელ შალაურში დასახლებულა. სახელად რქმევია სეხნია და მის შთამომავალს დღეს გაუგვარდა, უწერია გვარის სეხნიაშვილი. ასე რომ სეხნიაშვილის წინა გვარად გვევლინება აბაიშვილი. უნდა აღნიშნოთ, რომ ეს გადმოცემა არ ვრცელდება ავტომატურად ყველა სეხნიაშვილზე. ეს ეხება მხოლოდ კახეთის სოფელ შალაურში მცხოვრებ სეხნიაშვილებს. თორე სეხნიაშვილები საქართველოში სხვაგანაც ცხოვრობენ, მრავალძირიანი გვარია, სეხნია გავრცელებული სახელი იყო და როდესაც სეხნიაშვილებზე მოგვიწევს საუბარი, იქ ვისაუბრებთ სად არიან, რამდენძირიანია და ასე შემდეგ. და ერთ-ერთ შტოს სეხნიაშვილების ერთ-ერთ გვარმოდენილობას შეეხება ეს გადმოცემა, რომ მისი წინაპარი, წინარე გვარი ყოფილა აბაიშვილი, ანუ სეხნია აბაიშვილის შთამომავლები არიან. იქ კახეთში პაატაშვილის ოჯახმა იშვილა ეს სეხნია აბაიშვილი და ამ სოფელში პაატაშვილთა მამულზე ცხოვრობენ დღეს სეხნიაშვილები. ნათესაური კავშირი აქვს შენარჩუნებული. დიახ. გვაქვს გარკვეული დოკუმენტური მასალა აბაიშვილთა გვარის შესახებ. ცენტრალურ საისტორიო არქივში ძველი საბუთების ასლების ფონდში იხსენიება, მოძიება უნდა იქ. ქუთაისში მე-19 საუკუნის მიწურულს რაჭიდან ჩამოსახლებული შტო დასახლებულა აბაიშვილების. მე-19 საუკუნის დასაწყისში კიდევ ერთი შტო აბაიშვილების რაჭიდან გადასულა შიდა ქართლში, ქარელის მხარეში და იქ დამკვიდრებულა. რამდენიმე სოფელში იხსენიება ეს გვარი მე-19 საუკუნის 40-იან წლებში აღსარების მთქმელთა სიებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სასულიერო მოღვაწენი ყოლია გვარს, თავისი ინტელიგენცია ყავს და ცირკუთ ამ გვარზეც არსებული მასალა იძლევა საშუალებას, რომ გაკეთდეს გამოკვლევა გვარის ისტორიაზე.